მას შემდეგ რაც ქართული ოცნების ექს-ძალოვანმა მინისტრმა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე ხელი დაადო ვახტანგ გომელაურს და მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს ჩორჩენას საქმესთან დაკავშირებით ჩნდება ბუნებრივად ლოგიკური კითხვა დაიბარებს თუ არა და იძულებული გახდება თუ არა წულუკიანის საგამოძიებო კომისია რომ დაიბაროს ამ კომისიაზე ვახტანგ გომელაური რომელიც გიორგი გახარიამ სახელმწიფოს ღალატში ამხილა და მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილიც. გიორგი გახარია პირდაპირ ამბობს, რომ ეგრეთ წოდებულ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრიდან პრემიერის კაბინეტში გადადიოდა, მოხდა იმ გეგმის საბოტაჟი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა, რომ ჩორჩანაში უნდა ჩადგმულიყო 7 სხვადასხვა საგუშაგო, თუმცა ეს საგუშაოები მოულოდნელად აღმოჩნდა უკვე რუსეთის მხარეს და ახლა ამ საგუშაგოებზე და ამ ტერიტორიაზე სამხრეთ ზონაში უკვე ქართული დროშების ნაცვლად ფრიალებს რუსული დროშა. გიორგი გახარიას გუნდის წევრები ვარაუდობენ, რომ ამ განცხადების შემდეგ გიორგი გახარიას წინააღმდეგ არ არის გამორიცხული დაიწყოს გამოძიება, რაც შეეხება გომელაურს და ლილუაშვილს. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ქართული ოცნება ამ საგამოძიებო კომისიით ცდილობს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმეს შეკეროს, რაც შეეხება გომელაურს და ლილუაშვილს, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ თეა წულუკიანი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ვახტანგ გომელაურის დაცვაში იყო, დაიბარეს ამ კომისიაზე და მოსწრებს კითხვებზე პასუხებს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში რატომ დაკარგა ქართულმა ოცნებამ ეს ტერიტორია, რატომ ვერ ჩადგეს ქართული საგუშაგოები და როგორც ქართული ოცნება ამტკიცებს, რატომ აღმოჩნდა მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი მიწის ნაკვეთი რუსეთის ტერიტორიის რუსეთის ხელში. ჩვენ ხო აქ სამართლებრივი სისტემა მორგული გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი პროკურატურა, ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულები. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოში რა თქმა უნდა ესეთი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ იწყება გამოძიება. მაგრამ ნუ ამის იმედი ახლა აქ არ გვაქვს ჩვენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ აიძულეს გიორგი გახარია რომ პანდორას ხუთი გახსნილიყო. ეს ხუთი გახსნილია, ნუ დანარჩენ სახა დაებატონ მის ქართული ოცნების ექს-ძალოვან მინისტრებს შორის ახლა ურთიერთგადაბრალდებების სერია გვესმის ვახტანგ გომელაურმა გამოძიების ასე თქვა დაკითხვის დროს პროკურატურაში ხელი დაადო ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით ექს-პრემიერს და ექს-შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას. გიორგი გახარია კი უკვე წულუკიანის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე ამტკიცებს, რომ ვახტანგ გომელაურის და მაშინდელი მინისტრი სუსის მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობა ის რომ ჩორჩანაში ვერ ჩაიდგა საგუშაგოები და დღეს ეს ტერიტორია, რომელიც უნდა ყოფილიყო სრულად საქართველოს კონტროლის ქვეშ, აღმოჩნდა რუსეთის და ოკუპანტი ქვეყნის კონტროლის ქვეშ. ამიტომაც ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია და გიორგი გახარიას მიმართ წაყენებული ეს ბრალდებები და გამოკითხვებიც ემსახურება იმას, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ოცნებამ შეკეროს ახალი საქმე და მასზე განახორციელოს შურისძიება. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად შეკეროს საქმეები და გაწიროს ყველა, ვინც ერთ დროს მის დავალებებს ასრულებდა. თუ რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება, ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ გომელაურიც აღმოჩნდეს, გომელაურის წინააღმდეგაც ქართულმა ოცნებამ დაიწყოს ახალი საქმე და ახალი გამოძიება. რატომ ხართ ბატონო? ნორმალურ შემთხვევაში თუ საქართველოში არსებობდა გამოძიება, სასამართლო და ყველა სხვა შესაბამისი ინსტიტუტი ჩვენ უნდა გვენახა როგორც გომელაურის, ასევე ლილუაშვილის დაბარება, ადეკვატური გამოძიება და აი ძალიან მძიმე მიმართულებით საქმისათვის სინათლის მოფერა, მაგრამ ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც მთელი ინსტიტუტი არის ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი და ბუნებრივია მე არ მოველი, რომ ვინმე იქნება დაბარებული, არ მოველი, რომ რაიმე იქნება გამოძიებული და რა თქმა უნდა ის საკმაოდ მძიმე ბრალდება, რაც გააკეთა ბატონმა გახარიამ გუშინ, დარჩება გამოუძიებელი მანამ, სანამ არ შეიცვალა საქართველოს ხელისუფლება. მთელი ეს ამბავი არის გამოყენებული აშკარად გიორგი გახარიას წინააღმდეგ მისი პოლიტდევნის მიზნით.
პოლიტიკური ისტერია ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში, რა თქმა უნდა, აღწევს კულმინაციას, ისევე როგორც კლანური ბრძოლები. შესაბამისად, ბანდის ყოფილი და მოქმედი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები, მათ შორის დასმენები, მიიღებს ალბათ უფრო აქტიურ ხასიათს. შეიძლება გახდეს სხვადასხვა სისხლსამართლის საქმეების საფუძველიც. ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც სისტემა დაფუძნებული არის კორუფციაზე, დაფუძნებული არის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაზე და პირად ინტერესზე. აი ამ დროს ხდება ხოლმე ასეთი კლანური ბრძოლები, ასეთი დასმენები, ურთიერთბრალდებები და საქმეების აღძვრები. სიამოვნებაში თავიდან ბოლომდე ეს არის ხალხის კომისია და არაც მნიშვნელობა ვინ ხარ, ან ვინ იყავი შენ. იყავი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წარმომადგენელი, მისი მინისტრი, ბიზნეს პარტნიორი თუ არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ნებისმიერ ვითარებაში მსგავსი რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ თუ მართლს ეს სჭირდება, მისი პოლიტიკური პაიკები შენ გაგწირავენ. ამიტომ ნებისმიერ ხოც დღევანდელი ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენელს უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებას ისინი აღარ დაჭირდებიან, მათ ზუსტად ისე მოექცევიან, როგორც გახარიას, ირაკლი ღარიბაშვილს და ბევრ სხვას. ქართული ოცნება მთელი 13 წლიანი მმართველობის მანძილზე ამტკიცებდა, რომ მათი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ერთი გოჯი მიწაც კი არ დაუკარგავს, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი ტერიტორია აღმოჩნდა ოკუპანტის სახელმწიფოს ხელში და ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნება დღეს პასუხისმგებლობას ექს-ძალოვან მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს, თუმცა გახარიას ჩვენება მეგრე წოდებული წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე ყველაფერი თავდაყირა დააყენა და საქმეში ჩნდება ახალი ფიგურანტების სახელები და გვარები ვახტანგ გომალაური და გრიგოლი ლულაშვილი, რომელსაც სახელმწიფო ღალატ შეადანაშაულებს და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საბოტაჟს შეადანაშაულებს გიორგი გახარია. ამიტომაც ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ შეიძლება დაიწყოს ახალი გამოძიება წესით ნორმალურ სახელმწიფოში ამ ჩვენების შემდეგ. ოპოზიციის თქმით, უნდა იწყებოდეს გამოძიება და საქმეში უნდა იყოს გამოკითხული ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია სავარაუდო ტერიტორიების დაკარგვის საქმეში.